უცხოელებს კურიერება და ტაქსის მცხოვრებად მუშაობა აღარ შეიძლება. თავრობამ ნულოვანი კვოტა განსაზღვრა და ასევე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა გიდებად მუშაობაზე. გიდებად მუშაობაც შედის ამაზე და ამის გარდა მთავრობამ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა გაამკაცრა და გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც შრომითი ბინადრობის უფლების ასაღებად მიგრანტებს დაჭირდებათ რეგისტრაცია. რეგისტრაციის საფუძველზე მათ უნდა მიიღონ მუშაობის უფლება და ამის შემდეგ შეუძლიათ წავიდნენ დასაქმდნენ და ასევე მიიღონ შრომითი ბინადრობის უფლება და იმისთვის რომ ამათ მუშაობის უფლება მიიღონ, ასე ვთქვათ, უნდა გააკეთოს განაცხადი ამის დამსაქმებელმა, რომ ეს გჭირდება ესა და ესა თანამშრომელი მჭირდება და შესაბამისად დაარეგისტრირეთ. ამასთან აგერ არის ეს არის დადგენილება ნომერი 70 20 თებერვალს გამოიცა ეს დადგენილება. აი ამ დადგენილების ბოლოში არის ჩამონათვალი იმ სფეროების, რომლებშიც წლიური კვოტები წესდება შემდეგი პროფესიების და შრომით სამეწარმეო საქმიანობაზე. ანუ აქ 0 კვოტა არის გამოყოფილი. ანუ ნიშნავს, რომ არ შეიძლება დასაქმება. უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტა 0. ასევე გზავრების გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე წლიური კვოტა 0. ასევე ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან წლიური კვოტა 0. და სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან წლიური მიწოდებაში წლიური კვოტა 200. ანუ აქ შეიძლება 200 უცხოელი დასაქმდეს. იმ სამ სფეროში 0 ადამიანი საქმდება. ეს არ ეხება მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს, ესეც უნდა ითქვას. ანუ აქ წერია, რომ ეს ოღონდ ეგ ტერმინი ცოტა გაუგებარია. გაუგებარი ტერმინია, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულად მუდმივი ბინადრობის უფლება, ასეთი ფორმულირება კანონში არ არის. საქართველოს კანონმდებლობა ეგეთ ტერმინს არ იცნობს, იცნობს ორ სხვა ტერმინს, ხო? ხო, ანუ იცნობს უვადო ბინადრობის უფლებას და იცნობს მუდმივი ცხოვრების უფლებას. აი ეს ორი ტერმინი. თუ ეს მართლა ასე იქნა, პრაქტიკაში თუ განხორციელდეს. არის მართლა მნიშვნელოვანი მიღწევა, იმიტომ რომ ეხლა ფაქტია, საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებით ახალგაზრდობის, თბილისის მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ სფეროებს საარსებო საშუალებად იყენებდნენ დამატებით შემოსავლად, ძირითად შემოსავლად და ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორი იყო ეს სფერო. საკურიერო სფერო და ტაქსიზე მუშაობის სფერო. ამით ინახავდა ძალიან ბევრი ადამიანი ოჯახებს. კი, ეგ ასევე იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ მიგრაციის მიმართულებაზეც სერიოზული რაოდენობის ადამიანი სწორედ მაგ კუთხით შემოდიოდა საქართველოში სამუშაოდ, აქ იაფი მუშახელის მიზნით შემოდიოდა ბევრი ადამიანი და ეს ცვლილება მაგ მიმართულებითაც კარგი ცვლილებაა, იმიტომ რომ რა კუთხითაც არ უნდა ავიღოთ. ყველაფერი, რაც ართულებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის აქ შემოსვლას იაფე მუშახელის გამო, აი მაგ მიზნით შემოსვლას, რაც ართულებს, ყველაფერი სინამდვილეში აუმჯობესებს იმ გარემოს, რომ ადგილობრივი ჩვენი მოქალაქეებისთვის სამსახურში დასაქმება და უფრო სერიოზული ანაზღაურება მიიღონ. ანუ აქაურ გარემოს აუმჯობესებს ელემენტარულად. სინამდვილეში ხა დაახლოებით 2 წელია ეს პრობლემა, მთლიანად მიგრაცია დიდი ხანია როგორც პრობლემა დგას, მაგრამ კონკრეტულად მიგრაციის შედეგად გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემა იყო სწორედ ეს ადგილობრივი მუშახელის ჩანაცვლების პრაქტიკა და ყველაზე მწვავედ ამ პრობლემას განიცდიდნენ კურიერები, ტაქსისტები და მერე გიდები. და ჩვენ მათ შორის კურიერებთანაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, ისინიც ხშირად გამოდიოდნენ სხვადასხვა საპროტესტო იმებზე, აქციებზე ამ მიმართულებით და ჩვენც სხვათა შორის ეგეთი ერთგვარი ისიც კი დავაორგანიზეთ საინფორმაციო კამპანია, როდესაც მოქალაქეებს მოუწოდეთ
უცხოელებისგან შეკვეთა არ მიიღოთ და სხვათა შორის მაგან მაშინ ძალიან ბევრი მიმდევარი საკმაოდ წარმატებული კამპანია იყო და როგორც პოლიტიკურად ასევე საინფორმაციო კუთხით ჩვენი ორგანიზაცია დაახლოებით წელიწად ნახევარი მინიმუმ რაც ამ თემით აქტიურობს და როგორც იქნა ჩვენ ხელისუფლებას მივაღებინეთ ეს საკანონმდებლო ცვლილება რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ რა არის ახლა საგულისხმო რომ ერთია ახლა ეს საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც რასაც ვკითხულობთ კარგია ვერ იტყვი რომ რაღაც ამ თვალსაზრისით ამ კონკრეტულ ცვლილებაში რაღაც ჩვენ იმას ხედავთ ამ იურიდიულ ჭრილში რაღაც პრობლემას, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად მოხდება ამის პრაქტიკაში განხორციელება. და სწორედ აქაც ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ხადია საქართველოს პატარა ქვეყანაა, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა, ეს რეალურად მუშაობს, ეს ცვლილებები და ეს რეგულაციები მართლა შევა ძალაში თუ ეს ყველაფერი არის ბუტაფორია და უბრალოდ ეს დაწერილი მაკულატურა დარჩება სადღაც თაროზე და არავინ არ დაიწყებს ამის განხორციელებას, ჩვენ დავაკვირდებით ამ ყველაფერს და ძალიან მალე გავიგებთ. ეხლა მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა თქვა ხალხზე, რომლისთვისაც ეს მიუღებელი აღმოჩნდა. მიუღებელი აღმოჩნდა, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის, მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილისთვის. ჩვენ შეგვიძლია რომ მათი განცხადებებიც ვაჩვენოთ აგერ მაგალითად ჯაფარიძის პოსტი დიდია, ამიტომ ერთ სკრინში არ ეტეოდა და აგერ სტატიის სახით დევს და აქ წავიკითხავ. აგერ არის შემდეგი შინაარსი. უცხოელებისთვის ტაქსის და საკურიერო მომსახურების აკრძალვაზე შეხვდა აპლოდისმენტები აქეთა ფლანგიდან და ორი სიტყვას ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია აზრს ვეღარ ხედავ ყოველი ახალი იდიოტური რეგულაციის კომენტირებაში, რატომ არიან დასაქმებულები ამ ორ ბაზარზე, შეიძლება სხვაგანაც უცხოელები ან ამ ბაზრებზე ზოგადად დასაქმების სურვილით საქართველოს მოქალაქეების ნაკლებობა, ან საქართველოს მოქალაქეები არ თანხმდებიან იმ ანაზღაურებას, რომელიც ამ ბაზრებზე არსებობს. მეტი უნდათ რა, ქართველებს რა. ანუ კაი ხელფასი როგორ ბედავენ ქართველები. რა მოყვება ამ აკრძალავს? ან ამ ბაზრებზე შეიქმნება სამუშაო ძალის დეფიციტი, ან დამსაქმებელს მოუწევთ დასაქმებულებისთვის მეტის გადახდა, ან რაღაც საშუალო მოიძებ. გაიგე? ქართველებისთვის ხელფასის გადახდა მოუწევთ უფრო მაღალი. დამსაქმებლებს მოუწევთ ქართველებისთვის კაი ხელფასის გადახდა რა. ეს ეხლა რას იწვევს ეგ მოდელი? რა იქნება შედეგი? იქნება ნაკლები ტაქსი და ნაკლები კურიერი და ან გაძვირდება ეს სერვისები. ანუ როდესაც ტაქსს გამოიძახებთ და ან რამე შეუკვეთავთ ვოლზე თუ გლოვოზე, მოგიწევთ უფრო მეტის გადახდა. როდესაც რაღაც სერვისი მოგიწევს მეტის გადახდა, ან ამ სერვისით ვეღარ სარგებლობ ფასის დის გამო, ამას ქვია გაღარიბება. გაღარიბება ნაკლების შემოსავალი არის გაღარიბება, როდესაც იმაზე ნაკლების ყიდვის შესაძლებლობა გაქვს, ვიდრე აქამდე ქონდა. ეს მოხდება ზუსტად გაღარიბდებით. ნაკლები ფული დაგრჩება სხვა რაღაცების დასახარჯად ან დანაზოგის გასაკეთებლად. იგივე მოხდება ნებისმიერ სხვა სფეროსთან მიმართებაში, სადაც აქამდე უცხოელები იყვნენ დასაქმებულები და აღარ იქნენ. აი, ძალიან საინტერესო ეკონომიკური თეორია შეიძლება რომ მანდ ერთი კითხვა დავსვა ეს გაღარიბებაზე, აი მაგ სქემაში სად არის ის ქართველი, რომელიც ეხლა ვერ შოულობს მან ფულს და ამ ცვლილების მერე იშოვის ფულს. აი, ეგეც გაღარიბდა? თუ მაგას პირიქით სამუშაო გაუჩნდა. მე მგონი როგორ აი ვინ გამდიდრდა და ვინ გაღარიბდა, ეხლა ჩერგოლეიშვილის პოსტით წავიკითხოთ და მე გავარჩევთ სინამდვილეში რა მოხდა რა. ემიგრანტებისთვის მუშაობის შეზღუდვით რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, იცით? თუ გიმალავენ. ემიგრანტს იმიტომ ქირაობენ რომ იაფად თანხმდება და კომპანიას ხარჯი ეზოგება. თუ ხარჯი გაეზრდება, ამ ხარჯს მომხმარებელი გადაიხდის. აი. მოდი ახლა დავიწყოთ ჯერ ძალიან ესეთი ბანალური მომენტით რა. რაღაცის ფასი საქართველოში ძვირი რო არის, მაგის ძირითადი მიზეზი არის კარტელური შეთანხმება დიდ მოთამაშეებს შორის. ამაზე ჩვენ საუბრობდით წლებია. ეხლა პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და იმანაც ეგილაპარაკა, რომ რაღაც შეთანხმებები ხდება, ოღონდ რატომღაც ჯერჯერობით მაგ ანტიმონოპოლიური ქმედებებით მაგის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყეს. მაგრამ
მაგ თემაზე, ანუ კარტელურ შეთანხმებებზე, ეს პროდასალური, ასე ვთქვათ, ეკონომიკის კორიფეები არ ნერვიულობენ. არა, ესენი არა მარტო არ ნერვიულობენ, ესენი ძახდნენ ბიზნესზე შეტევაა ეგ. კი. მაგრამ კარტელურ გარიგებების შეზღუდვა. ანუ მაგითი რო ძვირდება, აი მაგითი რო ძვირდება პროდუქტი, ეგ კაია. ეგ კაია, იმიტომ რომ ბიზნესი მოისუნთ. აი იმ პროდუქტს რო გამოვიწერ და დავუშვათ რაღაცა აი 10% ემატება მოტანის. აი 10%-ის მაგივრად რაღაც 12% რო დაემატოს მოტანის. ოღონდ ინდოელების მაგივრად ქართველები რო იყვნენ დასაქმებული, ეგ არა, ეგ როგორ შეიძლება, ეგ აღმაშფოთებელია. და აი რას ფიქრობთ ხალხო, აი ეს გაღარიბება მოხდება, აი ვიღაცა სტუდენტი, რომელიც აქამდე ვერ საქმდებოდა, რავი, რაღაც გლოვოში, იმიტომ რომ ვიღაც არჯუნების კორპორაცია იჯდა მან მაქსიმალურად მამებზე მოპედებზე. აი მაგას რო ახლა გაუჩნდება შანსი და მართლა მოუწევს იქ კომპანიას ფასის გაზრდა, იმიტომ რომ აქამდე ცოტა მათხოვრულ პირობებში ამუშავებდა ხალხს და ეხლა ის დაბალ ანაზღაურებადი კადრები რო შეეზღუდება და ქართველების დაქირავება რომ მოუწევს, ცოტა მოუწევს მართლა ანაზღაურების გაზრდა. ანუ მე მანდ მაგაშიც არა ვარ დარწმუნებული მთლად რომ ფასის გაზრდა იქნება, დრამატული ფასის გაზრდა იქნება ეგეთი აუცილებლობა, ან ამ ინდუსების და პაკისტანელების დასაქმებით გააიაფეს, მე ცოტა მგონია რომ უდიდესი ნაწილი რაც დაზოგეს მაგ ინდუსების და პაკისტანელების ჯიბეში ჩაიდეს. და ეხლა შეიძლება ჯიბეში ნაკლების ჩადება შეძლონ, აი მაგალითად რავი, მაგალითად სამშენებლო სფეროში რო ასაქმებენ მასიურად ინდუს პაკისტანელებს, ეხლა ხო მთლად ისე კი არ მოხდა რომ მაგის საფუძველზე გაიაფთა ბინები და კონკრეტული მშენებელი იდეა. უბრალოდ ჯიბეში საერთოდ ფასებზე რა უნდა ითქვას, იცი, ფასებზე არსებობს რაღაც არასწორი წარმოდგენა, განსაკუთრებით უყვართ ხოლმე ლიბერტარიანელები ლაპარაკობენ რაღაც არაადეკვატურ წარმოდგენებს თესააღო. ფასები საერთოდ არ დგინდება ისე რომ მაქსიმალურად მინიმალური ფასი. აი ბიზნესი მინიმალურ ფასს კი არ ადგენს, მეგობრებო. აი მოდი ბიზნესი ადგენს მაქსიმალურ ბიზნესი მიდრეკილი რაზეა. მაქსიმალურ გადამხდელი რისიც ხართ, ცდილობს რომ ფასი მასეთი დაგიდგინოს, ანუ მოდი ახლა გავაკეთოთ. მოდი სიმულაცია გავაკეთება, მინდოდა იმ ფასზე ნახე, ეგ ანუ აი შეიძლება ვერ გაიგო ხალხმა რას ვიძახი. ნიშნულოვანი არის ფასი არ დგინდება ასე, აი მე რაღაცა მიჯდება, ბიზნესი ვარ. მე რაღაც დამიჯდა ამის წარმოება და მოდი ახლა აი ოდნავ დავამატო. ესე არავინ არ არის. სიმულაცია გავაკეთე. ფასი როგორ დგინდება, იცით? აი ეხავე დავამთავრებ. ანუ ფასი დგინდება ასე რომ აკვირდებიან ხალხი რამდენის გადამხდელია, რამდენს თვლის ხალხი თვითონ, რომ ამდენი ურჩევნია რომ გადაიხადოს, ვიდრე თვითონ წავიდეს და მოიტანოს. მაგას აკვირდებიან, მაგას იკვლევენ და მაქსიმალურ ფასს ადებენ. თავიდანვე თქვენ უგონიათ რომ რაღაცა იქ რამეს აკლებენ და თქვენზე ზრუნავენ. მაქსიმალურ ფასს ადებენ, რაც ჩათვლილია რომ გადაიხდის მაგას ხალხი. ეხლა თავის თანამშრომლებს რო ხელფასებს გაუზრდიან იმ ქართველები რო იქნებიან თანამშრომლები, ეგ საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ ესენი ამ ფასს როგორც უნდა გაზრდიან. ის ფასი დგინდება იქიდან გამომდინარე ხალხი რამდენად არის გადამხდელი მაგ ფასს. ნახე, მან შემოდის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რატო ვამბობდი რომ მოდი ეს სიმულაცია გავაკეთოთ მეთქი რა. ლიბერტარიანულ ლოგიკით მაგ შემოდის ესეთი რაღაცა რომ ბევრი მოთამაშეები ხო არიან ბაზარზე. არიან? მივალ მაგამდე. ну აი რამდენიმე მოთამაშე ხო არის ბაზარზე? 2, 3. და აი ერთ თუ ვინმეს შეუძლია რომ უფრო ნაკლებად გაყიდოს და დანარჩენები ჩაძიროს, რა თქმა უნდა ეგ იქნება და ამიტომ ყველა ბიზნესი მიდრეკილია ამის გამო ფასი დააგდოს. ანუ ეგ როგორ გამოიყურება? წარმოვიდგინოთ მაგალითად აი შენ სახინკლე გაქვს, მეც სახინკლე მაქვს. და აი ორი კონკურენტი სახინკლე. და ჩვენ ფასებზე მე უწევთ და უწევთ ამ ფასებს რომ გავყიდოთ. კი. ეგრე წარმოუდგენია. ლიბერტარიანულ ეკონომიკაში, ანუ მაგათ ხედვაში ეგრე არის, რომ აი
შენ რაღაც აი 45 თეთრი ღირს ერთი ხინკალი და მე დავდე და აი მოდი გავიჭიროებ და მოდი პაკისტანელი დავასაქმოთ ხინკლის მომხვევა და 40 თეთრამდე დავწევ და აი მაგითი მოგიგებ. მაგითი მოვიგებ. ესე ხა რეალობაში როგორ არის აი ხინკალი საშუალოდ რა ღირს რამდენს იხდიან ქართველები ხინკალში ამდენ ხო მოკლედ ამდენად იყიდება რა და აი ხომ აქ რაღაცა დონე აი 50 თეთრ ღირს ან 60 თეთრ ღირს დავუშვოთ ხინკალი პირობითად ხო აი დანარჩენი მე ინდუს რომ მოვიყვან მით რაღაცა თავისი არც ისე დაბანილი ხელებით ხინკლის მოსახვევად ხო აი რაც მაგითი დააკლდება მაგას ვიდებ ჯიბეში. მან ქართველები რო ახერხებენ დასაქმებას და უკეთეს ხელფასს იღებენ და მთელი სეგმენტი რო დაუბრუნდება თავის ადგილებს, რომელიც წაართვეს და სტუდენტები ძირითადად რომლებიც და ასევე არა მარტო ადამიანები რომლებიც მეორე სფეროში მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც მეორე სამსახურში დადის და ხელფასი არ ყოფნის, რომ მორჩება მუშაობას და წესით სახში რომ უნდა წავიდეს, ადამიანი კიდე იჭირვებს და თან ეგ საშუალება ქონდა წართმეული, ხო? და ეგ ჯერ ერთი ჯამური ქართული საზოგადოების შეძლება ამ შემთხვევაში უკეთესია. ეგ არ არის გაღარიბება. ეგ არ არის გაღარიბება. ეგ ჯამური ქართული საზოგადოების გამდიდრება ეგ ერთი და მეორე ნაწილს თუ უფრო მეტის გადახდა უწევს იმაში რომ ქართველი საქმდება და ქართულს უკეთეს ხელფასს აძლევს, მან უნდა გვესმოდეს, მეც ჰაერში კი არ ვიხდით კაცო. მაგ მეც ვიხდით ქართველებისთვის უკეთეს ხელფასს. ქართველები რო დამაგრდნენ ამ ქვეყანაში, აქედან რო არ გაიქცე. აქედან რო დემოგრაფიული ყდომის ტენდენცია კიდე უფრო უარეს ხარისხში არ ავიდეს აქ. მაგაში ვიხდით ფულს და ეგ ფასი ყრის კაცო, ეგ მნიშვნელოვანესი კომპონენტია შენი უსაფრთხოების და უსაფრთხოება კი მოდი აი მარტივად დავაყენოთ საკითხი რა. თუ საკითხი საბოლოო აი ეს ყველაფერი ხო რაღაცა მარტივ ფორმულამდე დგას. აი ესე დგას საკითხი რომ ეხა ინდუსები აღარ მომიტანენ, ქართველები დასაქმდებიან და რაღაცა 12 ლარიანი შაურმა რომ უნდა მოეტანა 13 ლარად თუ მომიტანენ. ოღონ მაგის შედეგი ის იქნება რომ ქართველი მომიტანს. რავი, გაძვირდეს. ანუ ეგ პირდაპირ ეგრე უნდა დავაყენოთ საკითხი რა. თუ საკითხი ისე დგას, რომ ქართველი რო დასაქმებულია, მაგაში ვიხდი მე ფულს. რა ვიცი ეგ კარგია და საერთოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი დებულება კიდე ჩამოსახალიბებელი რა საქართველოში გაძვირდა მუშახელი და ამაზე რომ ვიღაცა ნერვიულობს ეგ არის შტერობა ჩვენი ამოცანაა რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდეს ანუ კიდე ერთხელ ამას მინდა დავფიქრდეთ ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდეს, იმიტომ რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდა ნიშნავს, რომ ქართველს მაღალი ხელფასი აქვს უფრო. ანუ ხელფასი რომ მოგემატოთ თქვენ ხალხო. მაგას ქვია გაძვირდა მუშახელი. როგორი არჩევანია, იცი? არის ვიღაცა კონკრეტული ბიზნესმენი, მაგალითად გლოვოს მფლობელი, ინტერნაციონალური კომპანია. რომელიც აი რო დაზოგავს და ვიღაც პაკისტანელს რო ამუშავებს, მაგითი რაც დაზოგა, იმის ანგარიშზე გადაირიცხება და ის მე გააქვს საქართველოსთან და სადღაც მაგის ანგარიშზე იდება არ პირობითად არ ვიცი რაღაც ლონდონში, ან ინდუსტრიალში და სახში. ან ხო, ან სახში უგზავნის, ან აქ რაღაცა ჩვენ დავაფინანსეთ მაგისის სწავლა და მე წავიდა და რაღაცა ბომბეიში ექიმია, იმიტომ რომ საქართველოს დაუფინანსეთ მაგ სამუშაოთი თურმე სწავლა. და აი მეორე ალტერნატივა რომ მოდი აი ეგ ფული ქართველებს მიცვეთ დასაქმებაში და ეგ ქართველი მე მაგას დახარჯავს ისე ქართულ ეკონომიკაში ხო ან რაღაც საჭმელს იყიდის ან რაღაცას დანაზოგს გააკეთებს